სწორედ ეხლა ემიგრანტებისთვის დაიწყო შემოთავაზება 20 აგვისტომდე გრძელდება. Avenue არის ახალი დეველოპერული კომპანია, რომელიც აშენებს ახალ მულტიფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აღმაშენებლის ხეივანს. ხო. და რაც თავად წეგან რატო ვიკითხე ეს სესხით ყიდვა და გადანაწილება. აი ხო მაგალითად ამ კომპანიას ხო ემიგრანტებისთვის აქვს შეთავაზება, რომ თუ თქვა ერთიანი გადახდით იხდიან, არის რაღაც 38,000-მდე არის ფასტაკლება, ანუ საკმაოდ დიდია რა. და თუ არა არის შესაძლებლობა, რომ 36 თვეზე ესე გადაანაწილო და გადაიხადო. ხო, ამიტომ გონია რომ ლიკა მარტო არ არის. ანუ ბევრია, ვინც ცდილობს რომ თავისი შრომა რაღაცაში რავი, არ ქვია ამას დაბანდებაც არ არის თუ არ ვიცი რა დავარქვა რა, რაღაცნაირად უჭადრო არ ჩაიაროს თან. შედეგია. რა თქმა უნდა, მაგაზე რომ შრომის შედეგია. ხო, შედეგის გარდა კიდე რაღაცა, აი, როგორც სახლში სამშობლოში ბრუნდები, ეგეთი რაღაცა, აი, სახლი შენი პატარა სამშობლო იწყო. ეს კომპანია აშენებს, აი, სადაც სასწავლო დაწესებულებებიც ბევრია. ახალი უბანი კეთდება ფაქტიურად, რომელიც დააკავშირებს აღმაშენებლის ხეივანს და ფარნავაზ მეფის გამზირს. და თან მე ის მომწონს, რომ ხიდი კეთდება დიდი რეკრეაციული, რომელიც რაღაც ყველას შეეძლება ამ ხიდით სარგებლობა. საკმაოდ დიდი უბანი გამოვიდა. გზაც და რაღაც სატრანსპორტო კვანძი იქნება. ახალი სატრანსპორტო კვანძი იქნება და საფეხმავლო გზა, რომელიც 25,000 კვადრატული ყოფილა ჯამში რეკრეაციული. ეს რეკრეაცია თბილისს ძალიან აკლია, ჩემი აზრით და თან სამანქანო გზაც იქნება ამ ხიდის ქვეშ გაივლის, ხო? და ნუ ხიდით სარგებლობა შეიძლება ყველას და რაღაცერთ განტვირთავს, ესე მგონია მოძრაობას, იმიტომ რომ შენი ახალი სამართი საქართველოშიც ეგ არის.